2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ ვართ ამაყი და თავმოყვარეერი დიდი ისტორიით. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს. პარლამენტის მიერ 2024 წლის 27 ნოემბერს მთავრობის მეთაურად დამტკიცებიდან მეორე დღესვე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას აცნობა, რომ ქვეყანა 2028 წლამდე პოლიტიკურად წყვეტს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ქართულმა ოცნებამ სუვერენიტეტისა და ქართველობის დაცვის მოტივით მიიღო. მას შემდეგ რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. ერთი წლის გადმოსახედიდან მმართველი პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ გაწევრიანების პროცესი არა ქართულმა მხარემ, არამედ ევროკავშირმა შეაჩერა. არა მხოლოდ ზეპირი განცხადებების, არამედ უკვე წერილობითად ევროკავშირის წარმომადგენლის მხრიდან დადასტურებულია, რომ მოლაპარაკებები არა საქართველოს, არამედ ევროკავშირის მხრიდან იქნა შეჩერებული, რასთან დაკავშირებითაც განცხადება გააკეთა მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც 28 ნოემბერს წინა წლის და ეხლა ეს ადამიანები, რომლებიც გარეთ დგანან, ან უბრალოდ ცდილობენ, რომ რეალობას თვალებში არ ჩახედონ, ან პირდაპირ არიან დაფინანსებულები და მმართველები გარედან იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში როგორმე მინავლებული მუხტი რაღაცნაირად გაწყვეტს. არანაირი გზიდან გადახვევა, რა თქმა უნდა, არ არსებობს. თუ ეხლაც კი ვინმე წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც პირდაპირ მოლაპარაკებებს გახსნას, დიახ, ჩვენ ამბობთ და ხელს მოვაწერთ. დიახ, ჩვენ ვიქნებით 2030 წლისთვის ყველაზე მომზადებული ქვეყანა ევროდირექტივების და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ერთი წლის თავზე მმართველმა პარტიამ არამხოლოდ პოლიტიკურად შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, არამედ დემოკრატიულად ქვეყანა კიდევ უფრო დააშორა დასავლურ ცივილიზაციას. ქართული ოცნების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ პოლიტიკური ძალის პირობებში საქართველოს ევროპული პერსპექტივა განულებულია. ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ოცნებას. გამოვიდა ბატონი კობახიძე და ფაქტობრივად აღიარა, რომ ოცნება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან. ოცნება ხალატობს ქართველი ხალხის ცივილიზაციურ არჩევანს, რასაც ქვია საქართველოს ევროპული მომავალი და ოცნება ფაქტობრივად აფორმებს ამ ქვეყანაში ავტოკრატიას. ეს არის სრულიად არადემოკრატიული, არაკონსტიტუციური ის ძალადობა, რაც ჩვენ ვიხილეთ თბილისის ქუჩებში, რის გამოც სხვათა შორის არც ერთი პოლიციელი არ დასჯილა და არათუ არ დასჯილა, საქმეც კი არ არის აღძრული არც ერთი პოლიციელის მიმართ, რა თქმა უნდა, ესეც არის სრულიად არადემოკრატიული და მიუღებელი. ძნელი სანახავი წელი იყო, მაგრამ ამავდროულად იყო იმედის წელი. იმედის წელი, რომ საქართველოში გაიზრდებიან და იზრდებიან მომავალი თაობები, რომლებსაც ეს ეროვნული განცდა არსად არ მისდით, არ დაუკარგავთ და იგივე შემართებით იბრძვიან ქუჩაში, რა შემართებითაც ქართველი გმირები რუსების წინააღმდეგ იბრძოდნენ აფხაზეთში, სამაჩაბლოში და სხვაგან და სხვაგან. გმირობის, თავდადების, თავგანწირვის და თავისუფლების სიყვარულის წელი იყო იმ სიმძიმეს პარალელურად, რაც მთავრობის გამყიდველობამ გამოიწვია. პოლიტიკური შეფასება აი ამ დღის ძალიან რთულია, იმიტომ რომ ემოციურად ძალიან მძიმე დღეა. გამყიდველობა ვერასდროს ვერ იმარჯვებს საბოლოოდ. შეიძლება კობახიძეს გონიო დროებით გაიმარჯვა, მაგრამ ეგ არ არის. წელი გავიდა იმ შემდგომ, რაც აბსოლუტურად სხვა ფაზაში გადავიდა ქართული ხალხის ბრძოლა ტირანიის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანას, ვაჩვენოთ ასევე საერთაშორისო საზოგადოებასაც და მსოფლიოსაც, რომ პროტესტი გრძელდება გამარჯვებამდე, ბოლომდე ნიშნავს გამარჯვებამდე პროტესტს. ეს არის უპრეცედენტო პროტესტი ჩვენ ქვეყნის ისტორიაში, უწყვეტი პროტესტი, მიუხედავად იმისა, რომ უპრეცედენტო იყო მათ შორის რეპრესიები, რომელიც განხორციელდა ამ წლის მანძილზე, მაინც არ გატყდა ხალხი, მაინც აგრძელებს პროტესტს. იმის მიუხედავად, რომ ქართული ოცნება ირწმუნება, რომ საქართველოს ევროგაერთიანების გზაზე ყველა მოთხოვნას სათანადოდ ასრულებს და მხოლოდ ანტიქართულ საკითხებს ეწინააღმდეგება, ბრიუსელიდან, რომელსაც თავადვე ხშირად აკრიტიკებენ, საპასუხო კრიტიკა უხვად მოდის. ევროკავშირის დედაქალაქში ამბობენ, რომ ქართული ოცნების მმართველობის სტრატეგია პოლიტიკურად და სამართლებრივად ვერ არის თავსებადი ევროპულ იდეალებთან და პოლიტიკასთან. მხოლოდ კანონების მიღებით და სოფლის მეურნეობაში დანერგილი ევროპული სტანდარტებით კი საქართველოს ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. ალეკო კვეტაძე, ევრონიუს ჯორჯია.